27-29 აპრილს თბილისში სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენა კავკასიის ბილდი გაიმართა. გამოფენის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიის განვითარება, დარგში მომუშავე კომპანიებს შორის გამოცდილების გაზიარება და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობა იყო. კავკასიის ბილდი ექსპო ჯორჯიას ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონისთვის უკვე 30 წელია იმართება. ძალიან გვიხარია, რომ საიუბილეო გამოცემის ასე ვთქვათ, ორგანიზებად შევძელით. ყველაზე სარეკორდო რაოდენობის კომპანია მონაწილეობს წელს სამშენებლო გამოფენაში და ძალიან გვიხარია, რომ ინტერესი კვლავაც დიდი არის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ინდუსტრიისთვის სწორედ ამ პერიოდში, როცა პრინციპში შეინიშნება უკვე გარკვეული სირთულეები, კომპანიებმა შეძლონ ამ სირთულეების დაძლევა და ყველა მონაწილემ ამ ინდუსტრიის შეძლოს თავისთვის საინტერესო ბიზნეს კონტაქტის დამყარება. ღონისძიებას წელს ექსპო ჯორჯიას მე-11, მე-6, მე-5, მე-4 პავილიონები და გარესივრცე მასპინძლობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიების მხრიდან. ეს იძლევა საშუალებას როგორც დეველოპერებს შორის, ისე სხვადასხვა სექტორში მონაწილე კომპანიებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ტრენდების გაცვლის, ასე ვთქვათ, აქ ისახება სხვადასხვა გზები თუ რა პოლიტიკით ვიაროთ, ყველას აქვს სხვადასხვა ინდივიდუალური გამოცდილება და მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის, ქალაქების პოპულარიზაციას, მის სიცნობადობის ამაღლებას, ამას ჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ეს იქნება ერთეული, თუნდაც ყველაზე უფრო წარმატებული კომპანიები. ამიტომ მე ვფიქრობ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძალიან საინტერესო გამოფენა არის. კავკასიის ბილდზე ფაქტიურად უკვე მეორეჯერ ვიღებთ მონაწილეობას. შარშან პირველად მივიღეთ მონაწილეობა და წელს მეორედ. როგორც ხედავთ, შთამბეჭდავად ვართ წარმოდგენილები, როგორც სალკემდგომი ნაკეთობებით, ასევე ჩასაშენებელი ნაკეთობებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიება არის და ვაპირებთ კომპანია ლაზერი, რომ ყოველწლიურად ჩავერთოთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. დაახლოებით უკვე 50-მდე ვიზიტორს უმასპინძლებთ დღეს დილიდან, რამდენიმე საათში და ველოდებით კიდე გაცილებით მეც. 3 დღის განმავლობაში გაიმართა თემატური ღონისძიებები, ვორქშოპები და პანელური დისკუსიები სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. ჯამურად გამოფენაში 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე 30 წელია ეს სტარდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წვეტა არ მოხდება და მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ მსგავსი ანალოგი ჩვენ საქართველოში არ აგვაქვს და მიუხედავად დღეს შეიძლება ბევრი გამოწვევისა მაინც შეძლეს და ამ არაჩვეულებულმა გუნდმა მოახერხა და ჩაატარა და პირიქით უფრო მასშტაბური სახე მისცა ამ ღონისძიებას და წარმატებებს უსურვებთ. რაც შეეხება პანელს, ძალიან საინტერესო კვლევით დაიწყო. კომპანიებმა, კოლეგებმა ვისაუბრეთ დღეს არსებულ სიტუაციაზე, ხო? რა გამოწვევებია, მოთხოვნის ნაწილში რა ხდება, დავინახეთ კვარტლის მონაცემები, რომ მიუხედავად დეკემბერ-იანვარის შემცირებისა, თებერვლიდან საკმაოდ გამოსწორებული და სტაბილური მოთხოვნა გვაქვს. ზოგადად ბაზრისთვისაც ესეთი ექსპოების ჩატარება მშოვანია, იმიტომ რომ რეგიონებიდანაც ჩამოდიან, სტუმრები ნახულობენ, ჩვენი პროდუქტი გავა საზღვარგარეთ, ჩვენც უფრო მეტი საშუალება გვექნება, რომ უშუალოდ ნახოთ ეს ყველაფერი და ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. დღეს ეხლა პანელურ დისკუსიაში მივიღეთ მონაწილეობა ზოგადად ბაზარზე იყო საუბარი, იყო იმის საუბარი, რომ ეხლა უკვე მოთხოვნა დასტაბილურებულია და მიდის იმ ლოგიკური განვითარებით, როგორც უნდა წავიდეს, ფასები მაინც მზარდია. კავკასიის ბილდი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.